საპატრიარქოს მორიგ ღალატზე ვისაუბროთ. ერის ღალატზე. ცოტა ისტორიას გადავხედოთ, ძალიან შორს არ წავიდეთ, 91-დან დავიწყოთ. და გადავხედოთ, რეები უკეთებიათ და ახლა რას იმეორებენ. რაც უკეთებიათ, იმას იმეორებენ. და ეს ყველაფერი ახლა გავიხსენოთ და დღევანდელამდე მოვიდეთ. 91-ში პუჩისტებს დაუჭირეს მხარი. დაუჭირეს არა, დაუჭირა პატრიარქმა. მერე აკურთხა კიტოვანი და იოსელიანი, რომლებმაც აფხაზეთში ომი დაიწყეს. აღიარა არაკანონიერი პრეზიდენტი შევარდნაძე და დაგმოკანონიერი ზვიადგამსახურდია. და ზოგადად ზვიადგამსახურდიის გადატრიალების მხარეს იყო და მთელი ამ ხუნტის, რომელიც ამას აკეთებდა, სულიერი მამა და სულიერი წინამძღვარი იყო. მთელი ამ დროის განმავლობაში ყოველთვის იყვნენ ხიდი რუსეთთან კი არა, რუსეთის ფილიალი საქართველოში. პუტინს ეძახდა, თუმცა, როდესაც საჭიროა პუტინისთვის ნებისმიერი რაღაცის დაძახება შეიძლება, ტრამპიც ეძახის პუტინს ჭკვიანს და პატრიარქი რას ეძახდა, ბრძენი არის, ხო, პუტინი ბრძენი არის. ტრამპიც ზოგჯერ შეიძლება ბრძენი დაუძახოს, ტრამპსაც შეუძლია ესე დაუძახოს პუტინს, მაგრამ ტრამპს სულ სხვა მიზანი აქვს პუტინთან მიმართებაში და ჩვენ პატრიარქს სულ სხვა. მიზნიდან გამომდინარე და კონტექსტიდან გამომდინარე უნდა იმსჯელო იმაზე, რა დროს რისი დაძახება შეიძლება პუტინისთვის. მე კარლიკის გარდა არაფერს არ დავუძახებდი. და არა მარტო კარლიკის. ასევე როგორც უარყო და განუდგა ზვიაც, უარყო და განუდგა მიშას. 2012-ში ყველაზე ესეთი მაჩვენებელი მომენტი, რომ ნაციონალური მოძრაობა არჩევნებს წააგებს, არჩევნებს წყალებში, რომ რუსულ სპეცოპერაციაში ვაგებთ, ჩემთვის დადგა დაახლოებით არჩევნებამდე 2 კვირით ადრე. შეიძლება 2 კვირით ადრე არ იყო და ახლა რაღაცა დღეები მეშლება, ანუ უკვე იმის მერე, რაც ცოცხებიც გავარდნილი იყო, ყველაფერი გავარდნილი იყო. და ჯერ კიდე მეგონა, რომ ამას ყველაფერს გადავხარშავთ, რომ ისეთი დებილები არა ვართ, რომ ეს შევიტენოთ და ეს დავიჯეროთ და ამას ავყვეთ. მაგრამ როდესაც მითხრეს ადამიანებმა, რომლებიც ეკლესიაში დადიან ყოველ შაბათ-კვირას და წირვებს ესწრებიან, რომ ასეთი წირვები, ასეთი შინაარსის წირვები მიდის ეკლესიაში, რომ ხუთიანს თუ შემოხაზავ ჩათვალე, რომ ხმას აძლევს სატანას, მაშინ მივხვდი, რომ დარხეული გვაქვს. აი ასეთი ბოროტება ჩვენი საპატრიარქო და ძალიან სამწუხაროა, რომ წინა ხელისუფლებამ არ გააკეთა ის, რაც ახლა გააკეთა სომხეთმა, რაც გააკეთა უკრაინამ ცოტა ხნის წინ, რომ ჩვენ არ ვიყავით პირველები იმაში, რომ ამაში დაგვასწრეს რუსული საპატრიარქოს ოფისების, შვილობილი ოფისების გაწმენდაში. უკრაინამ გაწმინდა, რა თქმა უნდა, ბოლომდე არა, მაგრამ მთავარი რაღაცეები მოაშორა. სომხეთში მე მგონი საერთოდ ციხეში ზის, თუ არ ვწდები, ახლა შეიძლება ვწდებოდა. ანუ რუსეთის ნამესნიკი პატრიარქები ორივეგან მოაშორეს. ახლა პატარ-პატარა ვიღაცეები, რაღაცა დეკანოზები და რაღაცეები იქნებიან კიდე დარჩენილი, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე მთავარი საფრთხე მოშორებულია იქაც და იქაც. ჩვენ ეს არ გავაკეთეთ.
რატო არ გავაკეთეთ არ ვიცი. ახლა საპატრიარქო იმეორებს იმ ბოროტებას, რა ბოროტებაც გააკეთა 92 წელს, როდესაც კიტოვანი აკურთხა აფხაზეთში შევარდნაზე აკურთხა. და აგიხსნით როგორ და რატო. მე ძალიან ხშირად ვლაპარაკობ იმაზე, რომ აფხაზეთში არანაირი სეპარატიზმი რეალურად არ არსებობდა და ხშირად ვადარებ იქაურ ამ სეპარატისტულ ხუნტას ალტ-ინფოს. შეიძლება არასწორად ვადარებ კიდევაც, იმიტომ რომ ალტ-ინფოს უფრო მეტი მიმდევარი ყავს თბილისში და ვითომ არაოკუპირებულ საქართველოში, ვიდრე იმ მომენტში ყავდა იმ ძალებს, რომლებსაც მერე დაერქვათ აფხაზი სეპარატისტები. ანუ ბევრად უფრო მცირენი იყვნენ ისინი პროცენტულად რო შევადაროთ მოსახლეობას, ვიდრე დღევანდელი ალტ-ინფოს მიმდევრების რაოდენობა. ეს სეპარატიზმი არ არსებული. გამოჩეკა, ან ცდილობდა რომ გამოეჩეკა რუსეთს და ეს არ არსებული სეპარატიზმი და არ არსებულ სეპარატიზმს მერე დააჯახა თავისივე მონამორჩილი კიტოვანი. და დადგა ასეთი სრული ყველა მხრიდან რუსული სპექტაკლი დაიდგა და აი იქ სეპარატისტები გვყავს და რუსეთი დაგვეხმარება და გადაგვარჩენს და ეს რუსეთის მიერ გაგზავნილი კიტოვანმა უნდა გადაგვარჩინოს და რაღაცეებში რუსეთი ხო აქით მხარესაც ეხმარებოდა თბილისის მხარეს. უმეტესად სეპარატისტების გამოგონილი სეპარატისტების მხარეს ეხმარებოდა და თავის თავს ეხმარებოდა ოკუპაციის საბოლოოდ მოწყობაში, მაგრამ აქითაც გვეხმარებოდა. და საბოლოოდ ისიც ესეც და ყველაფერი მთელი რაც დაიდგა და ზვიადის სიკვდილი და ზვიადის გადატრიალებას და ეს ყველაფერი უნდოდა რუსეთს და ამ მის მხარეს დადგა და ეს აკურთხა ჩვენმა ეგრეთ წოდებულ პატრიარქმა. ახლა აკეთებს იგივეს, როდესაც არ არსებულ საფრთხის არ არსებული საფრთხის ირგვლივ საინფორმაციო რაღაცა იმას ბუშტს ბერავს და ამ არ არსებულ საქმეს უნდა რომ ხალხი დააპირისპიროს. როდესაც აქიდან დღეს უკვე 30 წლის მერე ილანძღებიან და სეპარატისტებს ლანძღავენ ოკუპაციაში მცხოვრებს, მე ყოველთვის ვეუბნები რომ ნუაქცევთ ამათ მნიშვნელობას, ყურადღებას, მათი არსებობა მნიშვნელოვანი არ არის, რეალურად როგორც კიდე ოკუპაციას მოვახდენთ, ეს პრობლემა თავისთავად გაიწოვება და გაქრება და აორთქლდება, ისევე როგორც თბილისში აორთქლდება ალტ-ინფო. ალტ-ინფო ხო არ იარსებებდა არასდროს მიშას მდგომარეობაში და მიშას საქართველოში. არასდროს არ იარსებებდა პატრიოტთა ალიანსი. არასდროს არ იარსებებდა ის მძღნერი კრემლის მოსაქმებული განავალი, რასაც ირაკლი ბუკია ქვია და რაღაცა ეს მეგრული ვითომ პატრიოტიზმი. ესეც ხო არ იარსებებდა მიშას პირობებში. ანუ ყველაფერი ეს რუსული ფალავანდიშვილი არ იარსებებდა, ტაბურეტკებით მორბენალი მამაოები არ იარსებებდნენ. ეს ყველა მამაძაღლობა, სიბნელე, სიბოროტე, რუსეთის მონობა, ეს ყველაფერი ხო არ იარსებებდა, არ არსებობდა და ვერასდროს ვერ გაჩნდებოდა მიშას პირობებში. აი ასეთივე, ხელოვნური საფრთხე და ხელოვნური რაღაცა გამოჩეკილი საზოგადოება იყო ვითომ აფხაზური პატრიოტიზმი და ასეთივე ხელოვნური ვითომ საფრთხეა დღევანდელი ეს არაბიზაცია, რაზეც კივიან. არაბიზაცია, რომ ფარსია
რომ რეალური საფრთხე არ არის, რომ ფიქტიური საფრთხეა და ეს აგორებულია ამაზე წივილ-კივილი იმისთვის, რომ გადაიტანონ ჩვენი ყურადღება რუსეთიდან, რომ გაგვარუსეს, რომ ლამის კორპუსებს აშენებენ ბათუმში რუსებისთვის, არა მარტო ბათუმში, თბილისშიც. კორპუსებს ჯერ ყიდიან რუსებზე და მერე იწყებენ შენებლობას. მთელი კორპუსები და კორპუსების რაღაცა კომპლექსები შენდება მტრისთვის. მიწებიც იყიდება რუსებზე, სახლებიც იყიდება სოფლებში, პასპორტებიც გაიცემა, საქართველოს მოქალაქეებიც ხდებიან. აი ეს არის რეალური საფრთხე. და არა ის, რომ ვიღაც არაბები რაღაცას ააშენებენ, მე რომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს უბრალოდ მაქინაცია იმისთვის, რომ რუსული ფული შემოვიდეს რაღაცნაირად კიდე საქართველოში, ან რუსული ფული გაირეცხოს, ან იმ არაბის ფული გაირეცხოს და რეალურად ეს გარეცხილი ფულები ან ვინმეს მერე უკან დაუბრუნდეს, ან ბიძინამ ჩაიდოს ჯიბეში, რომ ეს ყველაფერი ამისთვის კეთდება, არანაირი არაბიზაცია და არანაირი ინვესტიცია არ არსებობს. ეს ყველას ესმის, ვინც ოდნავ მაინც აზრს ატარებს. და შენ რომ ვითომ გჯერა, რომ ეს მართლა საფრთხეა და დღეს რაც ყველაზე მთავარია, რუსეთია მტერი, ოკუპირებული ხარ რუსეთის მიერ და ამაზე არ კივი ხარ, ამაზე არ წივი ხარ და გამოგონილ მომავალში მოხდება თუ არ მოხდება ესეთ რაღაცაზე გამოყავს ხალხი ქუჩაში. ცეკვავ რუსეთის დაკრულზე. რუსეთის დაკრულზე ცეკვავს ბიძინა და რუსულ ფულებს ათეთრებს, როცა ამბობს, რომ ვითომ არაბული ინვესტიცია და რუსეთის დაკრულზე ცეკვავს ალტინფო, როდესაც ამით ვითომ აღშფოთებულია და საპატრიარქოს ოფიციალური ნაწილი. ის მაჯლაჯუნები, რომლებიც გუშინ ქაშვეთში არ ვიცი მე რა ჩაატარეს, ეს წირვა იყო თუ რა იყო, ანუ აქციამდე ჯერ ქაშვეთში მოაწყვეს ის რაღაცა ვითომ ეკლესიური ცირკი და მე გამოვიდნენ ქუჩაში სასიარულოდ. აი ეს მაჯლაჯუნები რო არაკეთებდნენ იმას, რაც რეალურად საპატრიარქოს უნდა და რაზეც კურთხევა მიცემული აქვს, მაშინ ამათ დაგმობდნენ ისე, როგორც გმობენ და აგდებენ დოროთე ყურაშვილს ეკლესიიდან. აი ამას გაუკეთებდნენ, მაგრამ ამას არავინ არ უკეთებს. ესენი გუშინ რო გამოვიდნენ, ვითომ აპროტესტებენ იმას, რაც შექმნა ოცნება, მაგრამ არავის არსად არ უთქვამს, რომ ოცნება უნდა წავიდეს, რომ ბიძინა უნდა გადადგეს ან რამე მსგავსი. უბრალოდ დარბოდნენ და რაღაცას ბღავიან, რომ არაბიზაცია არა, არაბები უნდა გავყაროთ, ის უნდა ვუქნათ, ესენი უნდა ვუქნათ, რაღაც ვითომ არაბები არიან დამნაშავეები, იმაში რომ ეს ხდება და არა ქართული ოცნება და არა ბიძინა ივანიშვილი კერძოდ და პირადად. ამას არ გაბედავენ, იმიტომ რომ ღიად ხო არ იტყვიან ახლა, რომ ერთი ნამესნიკი მეორე ნამესნიკს ხო არ დაუპირისპირდება ასე ხო? ანუ ეს დაპირისპირება უნდა იყოს ძალიან ხმაურიანი, ყველა უნდა გაგბრაზდეს, ყველა უნდა აღშფოთდეს, მაგრამ რეალურად არ უნდა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ხო? აი ეს არის ბოროტება, იგივენაირი ბოროტება, როგორიც იყო ხალხის იმაზე დარაზმვა, რომ ვითომ აფხაზეთში სეპარატიზმია და ახლა ის რაღაცა სეპარატისტები უნდა დავხოცოთ და რუსეთი დაგვეხმარება და ჩვენი მათ მოვიშორებთ. აი ასე ხდება ახლა, რომ ვითომ არსებობს რაღაცა არაბიზაცია და ეს უნდა დავგმოთ, დავხოცოთ და ვიღაცები უნდა გავყაროთ და რაღაცა უნდა ვქნათ. ანალოგიური ბოროტებებია. საბოლოო ჯამში, როგორც კიტოვანი შეიარაღდა რუსული იარაღით და შევარდა აფხაზეთში, ასეთი შეიარაღება ნებისმიერ მომენტში შეიძლება, რომ ალტინფოსაც მოუწყოს რუსეთმა და ალტინფოს ხელით მორიგი ომი დაიწყოს საქართველოს პატრიოტ მოსახლეობასთან. ქუჩური ომი, რაც იყო მხედრიონის დროს და რაც გვინახავს. უნდა დაიშალოს
საერთოდ ყველაფერი უნდა დაიშალოს, იმიტომ რომ ამასობაში იმდენად ყველაფერი გაფუჭდა და იმდენად ყველაფერი დალპალი. ისედაც დამპალი იყო და აი ამ რაღაცა დამპალ და გაფუჭებულ ფუნდამენტზე ჩვენ ვეცადეთ, რომ ახალი შენობა აგვეშენებინა. რაღაცები კი გამოვიდა და ეს შენობა ძალიან ლამაზი იყო და გვეგონა რომ მყარი იყო. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ლამაზი იყო, თანამედროვე იყო და კარგი საცხოვრებელი იყო, მყარი არ აღმოჩნდა. და ის ოქროს 9 წელი უფრო მოკლე პერიოდი გამოვიდა, ვიდრე ეს საშინელი 13. და ამ საშინელ 13-საც არ ეტყობა ახლა, რომ მარტო 13 იქნება, შეიძლება 14, 15 და 16-იც იყოს. ამიტომ მოგვიწევს საბძირკვლიანად ყველაფრის ამოთხრა და სრული ნოლიდან, ფსკერიდან და მინუსიდან დაწყება ახალი საქართველოს შენების. აუცილებლად გვჭირდება ახალი კონსტიტუცია და ახალი საპატრიარქო. საპატრიარქო გვჭირდება ახალი. თორეთო ყურაშვილი ღმერთო იზრუნე იმაზე, რომ ამათმა არ მოკლან, რომ ამათ ბოროტებას გადაურჩეს, დღევანდელი ოფიციალური საპატრიარქოს ბოროტებას და იყოს მომავალი პატრიარქი. ამბროსი ხელაიას საპატრიარქო უნდა აღდგეს ის, რაც სტალინმა გააკეთა 40-იანებში, ის არ არის ქართული საპატრიარქო, ის არის კგბ-ს ოფისი. ეს კგბ-ს ოფისი უნდა დაინგრეს. და ყველა იმ ბოროტებასთან ერთად, რაც დაგვემართა ბოლო 13 წლის განმავლობაში და ეს ამ ოფისის წყალობით დაგვემართა, ყველაზე დიდი წვლილი იმ რუსულ სპეცოპერაციაში. შეიტანა ქართულ საპატრიარქომ და ობამას თეთრ სახლმა. რუსეთის დაკვეთით. თავარი ძალები, რომლებმაც საქართველოს მოსახლეობაზე იმოქმედეს და 51 ახაზინეს, იყო ეს ორი რაღაცა. და ახაზინეს უფრო ანუ თეთრ სახლმა გარეთ იმუშავა, გარეზე წოლაზე და შიგნით და რეალურად უკვე საკუთარი პასტით ხაზვაზე იმუშავა ყველაზე მეტად საპატრიარქომ, ცოცხებზე მეტად, რაფალიანცის საქმეზე მეტად, ყველაზე მეტად საპატრიარქომ იმუშავა ამაზე. და ყველაზე დიდი ბოროტება საბოლოოდ და ყველაზე დიდი რუსეთი შიგნით საქართველოში საპატრიარქოა, რომელიც ახლა მორიგ ბოროტებას ჩადის იმით, რომ ღიად რუსულ პარტიას ღიად რუსულ. ესენი კი არ გვატყუებენ, რომ ვითომ პროევრო, ვითომ არ უნდა, არა, რუსეთი უნდათ. ღიად რუსები არიან, დუგინის მეგობრები არიან და ამათ უკან და ამათთან ერთად არის საპატრიარქო. ამაზე დიდი სიმახინჯე თუ არსებობდეს, არა, არ არსებობს.